მოგესალმებით. შეფასებებს არ გავაკეთებ, ვიცით რასთან დაკავშირებითაც ვარ ახლა მე ზუსტად იმ შტაბის წინ გაერთიანებული ოპოზიციის გდანის ერთ-ერთი შტაბის წინ. ეხლა ეს იყო გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი, როგორც საერთო კანდიდატს ჰქონდა რამდენიმე საარჩევნო შტაბი. ეს შტაბი გახლავთ გდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში. ეს არის ის მიკრორაიონი, რომელიც დამაჯერებულად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და დავამარცხეთ კობიაშვილ კალაძე და შედეგად მოხდა რა? მოხდა ის, რომ რევანშისტულმა მოძალადე ხელისუფლებამ დღეს გადაწვა შტაბი. აქ მე შეფასებებში აღარ შევალ, უბრალოდ დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა ჩემი უთხოვარი ინფორმაციით. ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, კობიაშვილ და რამგაყო კობიაშვილ კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას აქვს წვდომა სატელეფონო საშუალებით ყოველდღიური გდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან და მისი ოჯახის წევრი ძმის ლევან შუკაკიძის დამნაშავე სუსთან ასევე მჭიდრო კავშირში მყოფ ლევან შუკაკიძეს მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში ყველაფერზე და ყველაზე ხახტო. დიახაც, ნოდარ შუკაკიძე, კანონიერი ქურდი ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე და ამ კანონიერი ქურდის ძმა ლევან შუკაკიძე, რომელიც აი ამ შტაბიდან ძალიან ახლოს ცხოვრობს. და რამ გამოიწვია ეს გაშმაგება ამ ადამიანების? ეს უბანი, სადაც ჩვენ აქ ცხოვრობთ, არის აი ბატონი კობიაშვილი რო საუბრობს, რომ მე გდანელი ვარ, გდანში დავიბადე, გავიზარდე, ასე შემდეგ და ასე წარმოაჩენდა მის უპირატესობას ჩემ და მე თვითონ მე არ ვიყარ იქ გდანის რაიონის მაცხოვრებელი და ის იყო გდანის რაიონის მაცხოვრებელი. აი აქ ჩვენს მოპირდაპირ მხარეს არის მესამე მიკრორაიონის 79 კორპუსი, სადაც ცხოვრობს ბატონი ლევან კობიაშვილი. და აი აქვე ცხოვრობდა ბატონი კალაძე მეოთხე კორპუსში. წლების განმავლობაში. და ეს უბანი დამაჯერებად პირწმინდად წააგეს. და ახლა კრიმინალების მეშვეობით, რა თქმა უნდა, მათი წახიზებით კი არა, მათი დავალებით განახორციელეს ეს მოძალადეობრივი აქტი. ახლა მე მგონი ყველაფერი ნათელია, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ან ვირჩევთ გზას, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს და ვიქნებით ცივილიზებული სამყაროზე ნაწილი, ან ყველანი ერთად გამოუცხადებთ ბრძოლას ქურდულ სამყაროს, კანონიერი ქურდის ინსტიტუტს, დანაშაულებრივ ორგანიზებულ სამყაროს. მე პირადად მეგობრებთან ერთად ვუცხადებ უკომპრომისო ბრძოლას აი ამ კანონიერ ქურდებს და ფეხქვეშ უნდა ეწოდეთ მიწა, როგორც ნოდარ ვინმე შუკაკიძე ბინძური სამყაროს წარმომადგენელს, მის ძმას ლევან შუკაკიძეს, კალაძეს და კობიაშვილს. ამ ადამიანების მეცადინეობით მოხდა იარაღის ძალადობით დარბევაც საარჩევნო უბნების კონკრეტულად 31 ოქტომბერს და რა მოხდა? ვინმე დამნაშავე დაისაჯა? კალაძეს ბავშვობის მეგობარი ვინმე კვიჟინაძე დღეს არის პასუხისგებაში მიცემული? არა, პასუხი რა ქონდათ მათ, რომ ის არ იყო რეალური საბრძოლო იარაღი, ის იყო სათამაშო იარაღი. მიმართავ ჩვენს პარტნიორ სტრატეგიულ პარტნიორ ელჩებს ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს საქართველოში, ასევე ევროკავშირის საქართველოში და სხვაებს. მათთან პირადად მქონდა კომუნიკაციის შესაძლებლობა, მაგრამ აი ეს შესაძლებლობას მინდა გამოვიყენო. მე მგონი ცხადზე უცხადესია, რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი. ქვაგვესროლეს და აგვაცილეს და არ დავიღუპეთ, დაგვარბიეს იარაღით და არ დავიღუპეთ, გწვამე და არ ვიღუპეთ, მაინდა-მაინც უნდა შევეწიროთ, მაინდა-მაინც გვამბები უნდა გავიტანოთ გდანის რაიონიდან მათ შორის, მაინდა-მაინც სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ მივხვდეთ, რომ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ამ ბრძოლიდან მე არ ვაპირებ თავდახრილი გამოსვლას. დიახაც, სადაც წავასწრებ ყველა კანონიერი ქურდის დამქაშ, რომელიც შეკრული არის პოლიციასთან, შევავიწროვებ. იმიტომ რომ არც პოლიცია არაფერს არ აკეთებს, მეტი თუ რამეს აკეთებს, ხელს აფარებს. და სხვა არჩევანი არ არის, ეს იგივეა, რომ დაეწოთ ჩემი სახლი. იმიტომ რომ აქ არაერთი თვე მაქვს გატარებული. არაერთი ახალგაზრდა გავიცანი ამ ოფისში, არაერთი
უფროსი თაობის წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა და ურთიერთობა ჰქონდა მომავალ საქართველოზე და არა იმაზე რომ ვიღაცა ბინძურმა ნოდა შუკაკიძე და ვიღაცა ლევან შუკაკიძე სუსის აგენტებმა რომლებსაც წილი აქვს პრაქტიკულად ყველა გდანის რაიონში შენებარე კორპუსში აი ეს არის ის რა გამოწვევის წინაშეც ვართ უკომპრომისო ბრძოლა გექნებათ გამოცხადებული შეგაკვდებით პირდაპირ გეუბნებით რა და საზოგადოებამ გადაწყვიტოს მოსარიდებელი არის ამ ბრძოლიდან თავი თუ ამ ბრძოლაში ბოლომდე არის შესასვლელი და დაველოდოთ ეხლა აბა რა რეაგირება ექნება პირდაპირ ხელს ვადებ კობიაშვილი კალაძეს და ძმებს შუკაკიძეებს რომლებმაც გადაწვეს აი ეს შტაბი ჩემი შტაბი კი არ გადაწვეს თქვენი შტაბიც გადაწვეს ამით იძალადეს ქართველი ხალხის ნებაზე და თავიანთი ჭკუით შური იძიეს ამიტომ 1 და 2 და 3 და 4 უბედურება გაგიკეთებიათ თქვენ ამაზე მეტად გიძალადიათ მაგრამ ხალხის ნებას ვერ გააჩერებთ და ვერ დააკონსერვებთ ამიტომ არჩევანი არის თქვენზე გააგრძელეთ ძალადობას ჭიმავთ ზამბარას ძალიან მტკივნეულად მოხდება თუ კა აი იქიდან საიდანაც მაგ ძალიან კარგად ინფორმირებული ვარ თქვენ ხართ ტელეკომპანია იმედი ეხა მეკითხება რომ საიდან ვიცი არ არსებობს გდანელი ვინც არ იცის ვინ არის დღეს რეალურად დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელი ვისი მეშვეობითაც სუსთან ერთად იმართება ეს სამყარო ნოდარ შუკაკიძე მოგწონთ თქვენ კანონიერი ქუდის ინსტიტუტი არ მომწონს თაყვანიცმელი ხარ და საიდან ვიცი და ვიცი ლევან შუკაკიძე კონკრეტულ გვარგის გისახელებ და ნოდარ შუკაკიძე აი ეს მოძალადეები პოლიციასთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფები აი ეს არის ჩემო ბატონო თქვენ ეხა იმედის ჟურნალისტი კი არ უნდა ცდილობდეთ რომ გაამართლოთ არა რახავ საუბრობ ესე იგი საქმის კურსში ვარ ბატონიკა თუ დაგიკავშირდათ უკვე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ან თუ მოხდა ვინმეს გამოკითხვა რა ინფორმაცია არა იდენტიფიცირდნენ ამ ტერიტორიაზე არის კამერები არა არც აპირებენ ხო ხელისუფლება ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვითომ პოლიციელები რომლებიც ადრულობენ და ამბობენ რომ კი დაარბიეს უბანი საარჩევნო 1 2 3 იქ სადღაცა იარაღი კიჩხიალებდა მაგრამ ეს იარაღი არ იყო სათამაშო იარაღი იყო ამ რეჟიმის მხრიდან მე არაფერ ადეკვატურს არ ველოდები ერთადერთი რაც დღეს დაადასტურა კიდევ ერთხელ ამ რეჟიმმა არის რომ ეს რეჟიმი არის ფსკერ გახრეტილი უკვე რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლეც კი ფორმალურად ხო მეორე ტურში ვარ და ფორმალურად ხო და გდანის რაიონში გამარჯვებული კანდიდატი ვარ აი შეხედეთ გვერდიდან ხო ბოიკოტი არ მონაწილეობთ ფორმალურად ხო არის მეორე ტური მათ რო კითხოთ მეორე ტურში ვიღეთ მონაწილეობას და გამარჯვებული ამიშოვა გამარჯვებული ხარ დამარცხებული მოდიან და წვამენ და ვინ წვამს ამას დაგისახელეთ კონკრეტული სახელი და გვარები და მეტიც დევნას გამოვაცხადებ პირდაპირ გეუბნებით დევნას განახორციელებ ამ კანონიერი ქურდების დამქაშებზე ამ რაიონში იმიტომ რომ ან ჩვენ ვეგუებით რეალობაზე სადაც წესიერ ადამიანს უნდა ძალადოდეს უწესო ადამიანი ღირსებას უნდა ყრიდეს ვიღაცა კრიმინალი ადამიანს და უნდა შევეგუოთ მთავარ უბედურებას რომ აი ეს კრიმინალური დანაშაულებრივი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები ეს სამყარო ძალადოდეს მთავარზე რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია ჩვენი შვილების მომავალზე აი ამას ან ვეგუებით ან ბრძოლა თავისით ეს რეჟიმი არ დამარცხდება იმიტომ ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს თავგანწირვა იქნება საჭირო იქნება ეს თავგანწირვა და საზოგადოების იპატარა ნაწილმა რომელსაც გააჩნია ერთგვარი კომპლექსი ოღონდ ბუნტი არ იყოს ოღონდ დაპირისპირება არ იყოს რას ელოდებით რომ მაინდა-მაინც სხვერპლი იყოს და მაინდა-მაინც იძალადონ იმდენად რომ სული ამოხადონ მათ ვინც ოპოზიციური ფლანგიდან იბრძვის მშვიდობიანად და იმარჯვეს მაგრამ მე ისევ ძალადობენ და ხმა არ გავცეთ ამას ველოდებით ჩვენსგან რას ელოდებით უბრალოდ ხო აირჩიოს ამ პატარა ნაწილმა საზოგადოების ვის მხარეზე დგება ბინძური დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებზე როგორიც არის კობიაშვილი კალაძე ეს ქურდი შუკაკიძე და მისი ძმა თუ ჯანსაღი საზოგადოების ხარეს არის აი ეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი ბატონიკა ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ეს ერთი ჯაჭვი არის რა თქმა უნდა ერთი კონკრეტული პირები ხო არ იყო აი ეს ერთი ჯაჭვი არის
ბათუმში რაც მოხდა, გუშინ ხატია დეკანოიძეს საარჩევნო ასე თქვა ავტობუსი რომელსაც იყენებდა კამპანიაში მასზე იძალადეს ანუ ვერანაირ საღი აზრის ფარგლებში ვეღარ ჯდება ეს ხო გაქცეულიც აქვს სადავეები ერთი და მეორეც იმდენად დამოკიდებულები არიან უკვე კრიმინალებზე ხო რომც მოინდომა ვეღარ გააჩერებენ ეს მithქვენ თან ბოღმა ამოძრავებთ პოლიტიკური ბოღმაც მათ შორის იმიტომ რომ სადმე თუ არ უნდათ მარცხი არ უნდათ გდანში მაგრამ წააგეს და წააგებენ კიდევ თავარ ბრძოლას და ბოლომდე ჩამოგხსეთ იმინიღავს. აი ამ შუკაკიძეების სახელ და გვარს პერსონალურად გავაცნობთ თელ საზოგადოებას. ვინ არიან? პერსონალურად გაგაცნობთ. რამჭიდრო ურთიერთობა აქვს ყველა ბიზნესთან, რომელიც გდანში არის პრაქტიკულად. კორპუსი არ შენდება პრაქტიკულად, სადაც წილი არ ქონდეთ მათ. და სუსის დავალებებს ასრულებენ. არანაირი კანონიერი, ასე თქვათ, საშუალებებით ესენი ბიზნესს აქ არ აწარმოებენ. და არავინ გაბედოს და არავინ მითხრას რომ ამ ყველაფერს უნდა შევეგუო თურმე ამას მე მიმართავ ჩვენს მეგობრებსაც და პარტნიორ სახელმწიფოს ელჩებსაც ჩვენს ქვეყანაში მოდით და დადექით ჩემთან ერთად და გააპროტესტეთ უსამართლობა ნუ თუ ვერ ხედავთ რომ ძალადობენ ნუ თუ ვერ ხედავთ რომ სულ უფრო და უფრო ახლოს და ახლოს ეცემა ის ნაღმები რომელიც ქვეყანაში ძალიან დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს მაინდა-მაინც შუბლი უნდა გამიხვით რომ მე ან ჩემს მეგობრებს რომ მიხვდეთ რომ არჩევნებზე ძალადობენ იძალადეს და კიდე კვლავ ძალადობას აპირებენ არ იქნება უკან დახევა და სრულიად სერიოზული ვარ ამაში როცა ვამბობ იმიტომ რომ მოიპარეს არჩევანი გადააგდეს ნაგვის ურნაში და გვეუბნებიან რომ აღარ ჩაგიტარებ არჩევანს და პლუს მოდიან და გიწმამენ ყველაფერი იმ ძვირფას რაც ქონდა ჩემთვის სახლის ტოლფაზე იყო ეს შტაბი ენაცვალ გინდა ხა სახლი დამიწვი და გინდა შტაბი დამიწვი იმიტომ რომ აქ 5 თვეა გატარებული პრაქტიკულად ბატონო ნიკა დიდი მადლობა